გესალმებით ზედფასო მეგობრებო. რაში დავნახოთ ილუსტრაციის მუზეუმი. ეხლა კიდე წამოვყევ. ეს არის თბილისის ილუზიების მუზეუმი. არის ძალიან სახალისო ადგილი, სადაც ყველაფერი ცოტათი მატყუარა. ისე ჩანს, თითქოს შეუძლებელი რაღაცეები ხდება. აქ რა შეხვალთ, ნახავთ ისეთ სურათებს და ოთახებს. მაგალითად, ადამიანი დიდდება ან პატარავდება. ან იატაკი თითქოს მოძრაობს. ამ სარკეში უსასრულოდ მრავლდება. ილუზიის მუზეუმი. აქ ისეთი ილუზია იქნება, თითქოს კამზე ვდგავარ. აქ კი ძალიან ბევრი მე ვარ. მადლობა, ჩვენ ვართ მონსტრები ძალიან ბევრი. ჩვენ ყველას დავამარცხებთ. ჩვენ ხარ ორი ხრიდან თუ ხედავ განსხვავებას. აი ეს ყველაფერი ილუზიაა. გვერდით რა მიდიხარ, თითქოს მოყვება. თქვენი აზრით, აქ თავდაყირავ დგავარ? საათი თითქოს სწორი გახს, სკამიც სწორად დგას. მე კიდე აშკარად იატაკზე არ დავდივარ. თუმცა სპაიდერმენი გავხდი. აქ ცოტა თაურბრუდა გეხვევათ. შეგადეთ აქ რა განსხვავება? ეს კაცი ყველგან ჩვენ დაგვყვება. აბა დააკვირდით. აქ ბევრი სარკეები იყო. ეს კიდე ტრიდე ნახატია. ერთ ხარეს ჩანს, მეორე ხარეს არა. შეგადეთ როგორ პატარავდები. აქ კი გავიზარდე. ისე ამოწყობილი, ეს კუთხეში პატარა შეხარ, მეორე კუთხეში დიდი. მე და ბევრი ლუკა სკოლის საქმეებს ვაგვარებთ.
აქაც საუბრობდა გეხვევათ. შეხედეთ ფანჯრიდან როგორი ხედია, ანუ ძველ თბილისშია. ეს ძალიან სასაცილო ილუზიაა ჩემთვის. ეს მომეწონა ყველაზე მეტად. და ესეც მომეწონა. აქ პაზლი ვითამაშეთ, მაგრამ ვერ ავაწყე. ძალიან რთული პაზლი აღმოჩნდა. და წესებს აგიხსნით. პირველი, ეს წითელ პატარა ბურთს თუ ხედავთ, ის უნდა გაიყვანოთ ბოლოში და ჩვენ ამას ვეცდებ, მაგრამ ვერ შევასრულებ. თქვენ თუ შეასრულებთ, დამწერეთ კომენტარებში. გვერდზე არის პიკასოს გამოფენაც. თუ აქაც გინდა გადავიღო მე ვიდეო, დამწერეთ კომენტარებში. ღამეს ლამაზად გამოიყურება აქაურობა. და ესე დასრულდა ჩვენი დღე. მოკლედ დალაიქეთ და გამოიწევთ ბოლო. თუ არ გამოწერთ. და ახლა კიდე შუ